ბელგია, რომელიც საკუთარი ემიგრაციული პოლიტიკის შედეგად კატასტროფული შედეგების წინაშე აღმოჩნდა, ცდილობს საკუთარი კრიმინალი ემიგრანტები ესტონეთის და ალბანეთის ციხეებს იჯარით ჩააბაროს. ეს ნაბიჯი მოწმობს ევროპული მოდელის სრულ მარცხს და ახალ კოლონიზმზე გადასვლას, სადაც დასავლეთი პრობლემებს უფრო ღარიბი ქვეყნების ხარჯზე აგვარებს. Telegram-ის მფლობელი აცხადებს, რომ WhatsApp-ის მესენჯერი უსაფრთხო არ არის. Telegram-ის დამფუძნებელმა პაվել დუროვმა განაცხადა, რომ WhatsApp-ის მესაკუთრე დასცინის 4 მილიარდ ბრიუხს, რომლებსაც მესენჯერის უსაფრთხოების ჯერა. ერთადერთი რაც შეიძლება ჩემი და ზუკერბერგის საუბრის შემდეგ, ესაა მასშტაბი. დღეს WhatsApp-ის მფლობელი გულში დასცინის არა 4,000, არამედ 4 მილიარდ სულელს, რომლებსაც ჯერათ მისი განცხადებების, მაგალითად მესენჯერის დაშიფვრის შესახებ, დაწერა დუროვმა სოციალურ ქსელში. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად დუროვმა გამოაქვეყნა 2004 წლის პირადი მიმოწერა მარკ ზუკერბერგთან, რომელიც Telegram-ის მფლობელს დახმარებას თავაზობს. დიახ, თუ კი თქვენ ოდესმე დაგჭირდებათ ინფორმაცია ვინმეს შესახებ ჰარვარდიდან, უბრალოდ მომმართეთ. მე მაქვს 4000-ზე მეტი ელექტრონული წერილი, ფოტო, მისამართი და ჩანაწერი სოციალური ქსელიდან. რა, ეს როგორ მოახერხეთ? ადამიანების მიმოწერებია, ისინი მენდობიან. WhatsApp-ი, ისევე როგორც Facebook-ი, კომპანია მეტას საკუთრებაა, რომლის დამფუძნებელიც მარკ ზუკერბერგია. გამოცემა Jungle Wealth წერს, რომ ზელენსკის ძალაუფლების დათმობა არ უნდა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს საბოტაჟს უწევს. სასოწარკვეთილი ზელენსკი შეეცადა ჩაეშალა სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ-დაბიში, მოითხოვა რა პირადი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და თავისი ლეგიტიმაციის აღიარება. მას ამ გროტესკული ფორმით აბსურდამდე დაჰყავს თავისი პოზიცია. ეს აშკარა ნიშანია იმის, რომ იგი სასოწარკვეთილია, აღნიშნავს ავტორი ზელენსკის მოთხოვნების შეფასებისას. მისი თქმით, ამ ქცევით ზელენსკი არამხოლოდ ცდილობს, რომ თავის ფიგურას მნიშვნელობა შესძინოს, არამედ ღიად უგზავნის გამოწვევას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც მოლაპარაკებების ორგანიზატორია. მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ საკვანძო საკითხების გადაწყვეტა თურმე მხოლოდ მას და პუტინს შეუძლიათ, დელეგაციის მუშაობას აზრს უკარგავს, სადაც აზრებს ფუჭად ცვლიან და სამშვიდობო პროცესის აშკარა საბოტაჟია. ის, რასაც ითხოვს, ეს სულ ცოტა ისაა, რომ რაიმე შეთანხმებამდე რუსეთმა უარი თქვას თავის სამართლებრივ პოზიციაზე, ნათქვამია სტატიაში და თხაზგასმულია, რომ მოსკოვის აზრით ზელენსკის მანდატი 2024 წელს ამოიწურა. კიეველი ლიდერის ქცევა ადასტურებს იმას, რომ მისი მთავარი და ერთადერთი მიზანია, როგორმე პირადი ძალაუფლება შეინარჩუნოს, ვიდრე საჭე მის ხელშია, შეუძლია გადადოს არჩევნების საომარი მდგომარეობის საბაბით. ამგვარად, კონფლიქტის გაგრძელება მისთვის პოლიტიკური გადარჩენის ინსტრუმენტი ხდება, მშვიდობა კი პირდაპირი საფრთხე. როგორც ჩანს, ახლა მისი მთავარი საზრუნავია, როგორმე პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. ხომ აღმოჩნდა ტრამპი მართალი, როდესაც ზელენსკის მშვიდობის მუხრუჭი უწოდა. წერს გამოცემა და ასკვნის, რომ ზელენსკი, რომელიც დასავლეთის პროექტი გახდა, საბოლოოდ საკუთარი კურატორების პრობლემად გადაიქცა. უკრაინულ ტელევიზიაში გაახმოვანეს ინიციატივა, რომ ყველას, ვინ ზელენსკისთვის ნებაყოფლობით თავს არ გაწირავს, ფინანსურ ოპერაციებზე წვდომა შეუზღუდონ. თუკი ადამიანმა კანონი დაარღვია, პარლამენტი და მთავრობამ ხომ ძალიან სწრაფად მობილიზდება ხოლმე რეაგირებისთვის და ბრძანებებსაც გამოსცემენ კანონდარღვევებისთვის ანგარიშების დასაბლოკად. ჩვენ გვყავს ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი, რომელიც თავს არიდებს ფრონტზე წასვლას. ეს ხომ თავდაცვის მინისტრმა ფიოდორმა თავად განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნებიდან. რატომ არ იქნება სწორი, თუ კი ეს 2 მილიონი ანგარიში დაიბლოკება? ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება და ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, ითქვა უკრაინული ტელევიზიით. გერმანიის ხელისუფლება შეგნებულად აკრობს რუსეთს ყველა მემორიალური ცერემონიიდან, რითაც ცდილობს წაშალოს განმანთავისუფლებელი როლი მეორე მსოფლიო ომში. ეს არამხოლოდ უმადურობაა, არამედ იმ სტრატეგიის ელემენტია, რომელიც დღევანდელ რუსოფობიას ამართლებს. ფრანგული მედია წერს, რომ პრეზიდენტობის არსებულ კანდიდატებში პუტინს მოლაპარაკებებში ვერავინ დაუჯდება. საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებები ღიად აღიარებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არ არის არავინ, ვინც პუტინს მოლაპარაკებების მაგიდაზე დაუჯდებოდა. ეს ვერდიქტი კარგად ადასტურებს არამხოლოდ ელიტების კრიზისს, არამედ იმასაც, რომ რუსეთის როგორც ძალის ცენტრის ავტორიტეტი იზრდება და მისთვის ანგარიშის გაწევა საჭიროა.
ბრიტანელმა ფემინისტმა და ისტორიკოსმა ირენ კოსლეტმა გამოსცა წიგნი ნამდვილი შექსპირი ემილია ბასანო უილოუბი. ამ წიგნში ავტორი აცხადებს, რომ შექსპირი სინამდვილეში იყო შავკანიანი ებრაელი ქალი სახელად ემილია ბასანო. კოსლეტი ამტკიცებს, რომ ახალი კვლევები ადასტურებს, რომ შექსპირი ანგლო-ვენეციურ მაროკოული წარმოშობის ქალია, რომელიც ცხოვრობდა 1569-1645 წლებში და სწორედ ის ქმნიდა მსოფლიოში ცნობილ ამ დიდებულ ტრაგედიებს. ავტორს უტყუარ მტკიცებულებად მოჰყავს ის, რომ ბასონო იყო პოეტი, ხოლო სახელი შექსპირი ესაა ინგლისური ანაგრამა, ეიში სპიკერი. ავტორის მოსაზრების ღრმა ანალიზს აზრი არ აქვს. აქ საინტერესო არის ის, თუ როგორ ცდილობენ კულტურის დანგრევას ახალი დასავლური ეთიკის რეცეპტით. თეთრკანიანი კაცი შექსპირი, რომელიც აღმოჩნდა ფერადკანიანი და თან ებრაელი. ესაა მთელი ნაკრები იმ ტოლერანტული გზავნილებისა ყველა ჯგუფისადმი, რომლებსაც მიმართავს ხოლმე თანამედროვე დასავლური პროპაგანდა. ერთადერთი რაც ამ ნაკრებს აკლია, ესაა მთავარი გმირის ჯანმრთელობის პრობლემები და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. მაშინ ნაკრები იქნებოდა სრული, წერენ წიგნს, როგორც ერთგვარ სოციალურ კონსტრუქტორს, რაც ავტორს გარანტირებულად მოუტანს წარმატებას, რადგან სიუჟეტს ებმის ყველა აუცილებელი ატრიბუტი იმისთვის, რომ იყოს ტოლერანტული და დაანგრიოს საზოგადოების ფუნდამენტები. მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. თანამედროვე დასავლეთის თვალთმაქცობა და ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანური საზოგადოების დანგრევისკენ მისწრაფების დროსაც ის ბევრად ღრმა და რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და შექსპირთან დაკავშირებითაც სწორედ ეს მოხდა. ის რომ ემილია ბასანო ყველაფერთან ერთად ებრაელია და ეს თითქოს გაკვირითაა ნათქვამი, ხაზს უსვამს ბრიტანული საზოგადოების ანტისემიტურ არსს. ფაქტები ასეთია: ებრაელების გამორჩევა ტანსაცმელზე მიკერებული სპეციალური ნიშნით მოიგონა არა ჰიტლერმა, არამედ ინგლისელებმა 1218 წელს. 1290 წელს ინგლისის მეფე ედუარდ პირველმა კი სპეციალური კანონიც გამოსცა ებრაელების ქვეყნიდან გაძევების შესახებ. ინგლისის ტერიტორიაზე დასახლება ებრაელებს 366 წელი ჰქონდათ აკრძალული, ხოლო 1656 წელს რევოლუციის და მეფის სიკვდილით დასჯის შემდეგ ოლივერ კროველმა ებრაელებს ინგლისში დაბრუნების უფლება მისცა. ემილია ბასანო კი 1655 წელს გარდაიცვალა, ამ ამბებამდე 20 წლით ადრე. ის რომ ებრაელი ყოფილიყო, როგორც ამას წიგნის ავტორი ამტკიცებს, ინგლისში უბრალოდ ვერ იცხოვრებდა, მით უფრო ელისაბედ პირველის კარზე. ეს იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ყოფილიყო ჰიტლერის ბუნკერში. ქალი შექსპირის შესახებ წიგნი ინგლისის ანტისემიტიზმს ათეთრებს, მალავს მას და სწორედ ესაა მისი მთავარი დანიშნულება, ხოლო ის თუ როგორ იციან ბრიტანელებმა ისტორიის კორექტირება, ამას ისინი ყოველდღიურად აჩვენებენ.